ერთ რამეს მინდა კიდე მოვუსმინოთ ერთად და განვიხილოთ. აღიუსება იმ სიხარული და მადლით, რომელიც მასში არსებულ ტკივილებს განკურნავს. და ხელს აღარ შეუშლის ის წარსულის ტკივილები, რომ წინ იაროს და ტკიოდეს. ვერ გადავდივარ აქ. ამავე დროს ეშმაკიც გვეხმარება, რომ ისინი გავიხსენოთ. და უკან ვიყურებოდეთ. უკან და არა წინ. თავიდან დავიწყოთ რა. როგორ გავუმკლავდეთ წარსულზე დარდს და თვითგვემას. წარსულზე დარდი და თვითგვემა არის ცოდვა, იმიტომ რომ ის დგება ჩვენსა და ღმერთ შუა. პავლე მოციქული პირდაპირ გვეუბნება, უკან შეწავიდა. ას დავივიწყე. ანუ რა ჩვენსა და ვის შუა დგასო? ესე იგი, ხო, ეს მართალია, ანუ თვითგვემა არის ცოდვა. მართალს ამბობს. და მე ამბობს იმას, რომ იმიტომ რომ ის დგას ჩვენსა და ღმერთ შორის. კარგად მიხვდა. ყოჩა. ამიტომ მომწონს თეოდორე გიგნაძე. მაგრამ ერთ რაღაცას დავამატებ. ბატონო თეოდორე. თუ ეს ცოდვა დგას ჩვენსა და ქრისტეს შორის, თქვენ სად დგახართ? თქვენ ჩვენსა და ვის შორის დგახართ თქვენ? ანუ ესე იგი, თუ ცოდვა დგას ჩვენსა და ქრისტეს შორის, ეს მოსაყვანი მაგალითია, მაგრამ თუ მღვდლები დგანან ჩვენსა და ქრისტეს შორის, ეს არ არის ცოდვა. მერე გავაგრძელოთ. ხებდა წინას მივწოდები. ამიტომ ერთადერთი საშუალება, რომ გავუმკლავდეთ ამას, ფსიქოსომატური მდგომარეობა ადამიანს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ წარსული დაივიწყოს. იმიტომ რომ ის მას ტკივა. ერთ-ერთი ბიჭო, ვისაც ოდესმე გილოციათ დილა საღამოს ლოცვებით. არ აძლევს იმის საშუალებას, რომ წარსული დაივიწყოსო და ყოველ დილით და საღამოს ამეურებინებენ ამ ხალხს ლოცვებში, რომ ვაი ჩვენ ცოდვილი, ვაი ჩვენ მრუში, ვაი ჩვენ სული აქედან არის წინხურება და წინ მხოლოდ იესო ქრისტეა. თუ ადამიანი სულიერ ცხოვრებას სწორად დაიწყებს, ეს ნახე. ანუ რეალურად მოძებნის ღმერთს თავის თავში და ეცდება, რომ მას უერთგულოს, მიბაძოს, მიემსგავსოს და მასთან კონდეს პიროვნული კომუნიკაცია, ნელ-ნელა ის აღიუსება იმ სიხარული და მადლით, რომელიც მასში არსებულ ტკივილებს განკურნავს. ესე იგი, თქვენ ჯერ შორს ხართ მანდიდან, აბა ერთი ვნახოთ, რომელი ვითარება გავს აქ ქრისტეს. ან შენი ქუდი, ან შენი ჩასაცმელი, ან ამერიკის, რაო? ამერიკის დაწერია ეპარქია. პატრიარქი ილია მეორე 45 წლიდან 80. აქ ქრისტე კი არ წერია. აქ ქრისტეს სურათი და ქრისტე კი არ წერია. აი ეს წერია ეს ილია მეორე მნიშვნელოვანია. ჯერ ილია მეორე ვახსენოთ, მერე ქრისტე. დავაფიქსირეს. რეალურად დავაფიქსირე. ვაზროვნებ და ვარსებობ. უკან ვიყურებოდეთ, უკან და არა წინ. გაიგეთ? როგორ გავუმკლავდეთ წარსულზე დარდს და თვითგვემას. წარსულზე დარდი და თვითგვემა არის ცოდვა, იმიტომ რომ ის დგება ჩვენსა და ღმერთ შუა. ესმით, იმიტომ რომ ის დგება ჩვენსა და ღმერთ შუა. კიდევ ვინ დგება ჩვენსა და ღმერთ შუა? მღვდლები, პატრიარქები და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი
ერთი თუ ცუდია, მეორეც ცუდი იქნება, ხო? პავლე მოციქული პირდაპირ გვეუბნება, უკანას დავივიწყებ და წინას მივწოდები. პავლე მოციქული ამას გვეუბნება, მაგრამ ქრისტე ამაზე არაფერს არ გვეუბნება, პავლეს რო არ მივახტეთ. დარწმუნებული ვარ, ქრისტესაც რამე ექნება ამაზე ნათქვამი. მოდი იქნებ ჯერ ქრისტეს სიტყვებით ვილაპარაკოთ და მერე პავლეს მივახტეთ პეტრეს და სიმონს და იმას და იმას. და მაგდალინელის საერთოდ რომ დაკეტეთ და დაფარეთ, ისიც ამოვქეკოთ და იმის სიტყვებითაც ვილაპარაკოთ. მაგრამ ჯერ ქრისტე ვახსენოთ, ოკეი? შევთანხმდით? თუ ვერ შევთანხმდით? ამიტომ ერთადერთი საშუალება რომ გავუმკლავდეთ ამას ფსიქოსომატური მდგომარეობა ადამიანს არ აძლევს იმის საშუალებას თუ წარსული დაივიწყოს. იმიტომ რომ ის მას ტკივა. ერთადერთი გამოსავალი აქედან არის წინხურება და წინ მხოლოდ იესო ქრისტეა. თუ ადამიანი სულიერ ცხოვრებას სწორად დაიწყებს, ანუ რეალურად მოძებნის ღმერთს თავის თავში და ეცდება რომ მას უერთგულოს, მიბაძოს, მიემსგავსოს და მასთან კონდეს პიროვნული კომუნიკაცია, ნელ-ნელა ის აღივსება იმ სიხარული და მადლით, რომელიც მასში არსებულ ტკივილებს განკურნავს და ხელს აღარ შეუშლის ის წარსულის ტკივილები, რომ წინ იაროს და ტკიოდეს და ამავე დროს ეშმაკიც გვეხმარება, რომ ისინი გავიხსენოთ და უკან ვიყურებოდეთ, უკან გავიგეთ უკვე ვინ არიან ესენი. ანუ ეშმაკი გვეხმარება რომ გავიხსენოთ და არ დაგვავიწყდეს იმაში რომ აი ჩვენ ცოდვილნი და ესა და ის და ესა რუშნი და მეძავნი და მკვლელნი და საწყალნი და ვაი და ვუი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა. მაგრამ ქრისტე ამაოდ ცდილობს ესე იგი დაგვავიწყოს ეს, იმიტომ რომ ეშმაკი მაინც გვეხმარება ის რომ გავიხსენოთ, გესმის? ხედავ რა კარგად შეფუთა ეს ინფორმაცია ამან და თავის თავსაც ჩვენში ვეძებოთ რომ ამბობს ქრისტეო. მე არ მესმის ვიღას ელოდებიან რომ ეძებონ, ჩვენ გველოდებიან რომ ეძებონ, თუ ვინ უნდა უთხრას რომ ეძებონ. თუ ეძებენ, მაშინ ჯერ პირველ რიგში თვითონ იყვნენ ქრისტესნიერნი და საქციელებით. ხა არ მგონია რომ აი ასეთ ვითარებაში ქრისტე ოდესმე ვინმეს ენახა რა. მაგიდა წინ იქ რაღაც დროშა, საქართველოს დროშა. ეხლა რაღაც დროშას რატო ვამბობ, იცი? საქართველოს და ამერიკის დროშები ერთად და აქ რაღაცა პოლიტიკაც ჩარიეს და აქ ილია მეორე დიდად დააყენეს და იქ მოწმეებად ორი კაცი უზის და ქუდები თავზე და მოკლედ ერთი სიტყვით რა. ხვდებით ხო ყველაფერს? ხო ხვდებით? მეც ხვდები. აი ეს